მითი 1937 წლის ადამიანების მასობრივ გადასახლებასა და დახვრეტაზე სტალინს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 1937-38 წლების დიდი ტერორი, ანუ დახვრეტები, გადასახლებები და მასობრივი რეპრესიები პირდაპირ უკავშირდება იოსებ სტალინის პირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხელმოწერილ ბრძანებებს. სტალინი ამ პროცესის კოორდინატორი და ინიციატორი იყო. 1937 წელს, როცა ჯერ კიდევ ეჟოვის ხელმძღვანელობით მოქმედებდა NKVD, სტალინმა და ლავრენტი ბერიამ დაიწყეს ოპერაცია 00447, ოფიციალური სახელწოდებით ყოფილი ხალხის კლასების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. ეს დოკუმენტი პირადად სტალინის თანხმობით და ხელმოწერით დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით შეიქმნა ეგრეთ წოდებული გამოსაჩენი კვოტები, ანუ კონკრეტული რიცხვები, რამდენი ადამიანი უნდა დაეხვრიტათ და რამდენი გადაესახლებინათ თითოეულ რეგიონში. მსხვერპლთა კატეგორიები მოიცავდა ყოფილ მენშევიკებს, ბურჟუებს, მღვდლებს, სოციალისტებს, ნაციონალურ უმცირესობებს, ინტელიგენციას და უბრალოდ გლეხებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ საბჭოთა სისტემის საწინააღმდეგო განწყობაში. სტალინთან პირადად მიჰქონდათ წასაკითხად და ხელმოსაწერად შავისიები, ათასობით ადამიანის სია, რომელთა დახვრეტას უშუალოდ ის და პოლიტბიუროს წევრები ამტკიცებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 1937-38 წლებში სტალინის დავალებით დახვრეტილი იქნა მინიმუმ 700,000 ადამიანი. გადასახლდა და ბანაკებში მოხვდა კიდევ მილიონზე მეტი. უამრავი მათგანი მოკლეს წამების, შიმშილობის ან სასტიკი მუშაობის პირობებში. სტალინი არ იყო უბრალოდ ინფორმირებული. ის თავად განსაზღვრავდა მასშტაბს და აძლიერებდა ეგრეთ წოდებულ საყოველთაო შიშის მმართველობას. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ სტალინი ღიად წერდა კადრების რაოდენობაზე, კვოტაზე, მის გაზრდაზე, ზედმეტად რბილად მუშაობაზე. ის მსგავს ინსტრუქციებს იძლეოდა უშიშროების ხელმძღვანელების მიმართ. ასე რომ მტკიცება თითქოს სტალინს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ისტორიული სიცრუეა. მისი ხელმოწერები, ბრძანებები და იდეოლოგიური პასუხისმგებლობა პირდაპირ აკავშირებს მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ და სასტიკ ტერორთან.